37 წლის მსჯავრდებულის გიორგი პაპიძის ოჯახის წევრებმა სამართლიანი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით დღეს პროკურატურის წინ აქცია გამართეს. გიორგი პაპიძეს ხელვაჩაურის სასამართლომ 2014 წელს ქურთუკების ტოლმის შაქრის ქურდობაში დამნაშავე ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით დაკითხვა არასწორად წარიმართა. მოსამართლე დაეყრდნო 2 არასრულწლოვანი პირის ჩვენებას. რამინ პაპიძის განმარტებით დაირღვა მოწმეთა დაკითხვის წესიც, რომლის მიხედვითაც დაკითხვა ცალ-ცალკე უნდა ჩატარებულიყო. პაპიძის ოჯახის წევრთა თქმით, საქმეში საუბარი იყო მსხვილფეხას საქონელზეც, რომელიც მოგვიანებით მასალებში გაურკვეველი მიზეზების გამო აღარ ჩანდა. გიორგი პაპიძის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ პოლიციასა და პროკურორს პირადი ანგარიშწორება ამოძრავებდა და პაპიძემ მხოლოდ ადრე ნასამართლეობის გამო დააკავეს. პაპიძის ახლობლები უზენაეს სასამართლოს საქმის სიღრმისეულ შესწავლასა და დასაშვებად მიღებას თხოვენ. 37 წლის კაცმა შევდა, რომ ჩემთან ჯერ საჭმელი არ ჭამია, განაწილებული ვარ მე მისი დედა და თურმე სამი ცალი ვინ დაუთვალა, სამი ცალი თურმე ტოლმა ამეიღო კასულიდან გადმეიღო შეჭამა, 5 ცალი კამფეტი მათ ივრიდან გამეიღო თურმე შვილებს წამოუღო, ამას პლუს 500 გრამი შაქარი აწია და სახში წამეიღო, 500 გრამი სარეცხის პარაშუკი აწია და სახში წამოიღო და ქურთუკები მოპარა. აგენი ამას აბრალია ჩემში სხვა არაფერი არ არის. საქმის განხილვის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე საქმეში სხვა მსჯავრდებულთა ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. კერძოდ ისინი აცხადებდნენ, რომ სიბნელის გამო გიორგი პაპიძე ქურდობის ხამეს მათი თქმით ნამდვილად ახდა, თუმცა ის სახეზე არ დაუნახიათ და მათ ვერ შეძლეს ვერც მისი ფიზიკური მონაცემების ასე ვთქვათ აღწერა. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლომ ჩვენი საკასაციო საჩივარი გულდასმით შეისწავლოთ და დასაშვება ცნოს. თუ კი მას გულდასმით და ყურადღებით შეისწავლიან, არის აბსოლუტური საფუძველი, რომ საკასაციო პალატამ მიიღოს დასაშვებად წარმოებაში ჩვენი საჩივარი. საშელს